გამარჯობა დღის მთავარი თემის დასტუმრებით ეთერშია დღის ქრონიკა. საქართველოს საინვესტიციო და სატრანზიტო პოტენციალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ზრდის დინამიკა ის მთავარი რესურსია, რომლითაც ქვეყანა აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე წარდგა. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გაერთიანებულ საამიროებში სამიტში მონაწილეობის გარდა მსხვილ საინვესტიციო და დეველოპერულ კომპანიებთან შეხვედრებსაც მოიცავს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით ამ პლატფორმაში მონაწილეობით საქართველო ხაზს უსვამს საკუთარ პოტენციალს, როგორც სუფთა ენერგიის, ტრანზიტისა და ინოვაციების რეგიონულ ცენტრს, ასევე შუადერეფნის განვითარებაში საკუთარ როლს და პერსპექტივას. ეკონომიკური კავშირების გამყარების პარალელურად 2026 წლის დასაწყისი არ ცვლის კიდევ ერთ მთავარ ამოცანას, საერთაშორისო არენაზე პოლიტიკური პოზიციების გამყარებას. 2025 წლის მიწურული ხელისუფლებამ 2026-ის როგორც პოლიტიკური გამოწვევების მხრივ გარდამტეხი წლის მოლოდინით შეაჯამა. იანვარი მძაფრი პოლიტიკური პროცესები დაიწყო როგორც მსოფლიოში, ასევე შიდა პოლიტიკურ ველზე. ყოფილი პრემიერის პატიმრობა პოლიტიკური შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა, უკეთესის და გაუმჯობესების სურვილს ტოვებს ურთიერთობა ევროკავშირთანაც, საიდანაც საქართველოს ხელისუფლებასთან არსებული კომუნიკაციის გაუმჯობესების ნიშნები ჯერ არ ჩანს, მაგრამ ჩანს სურვილი და ფინანსური მზაობა არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად 9 მილიარდამდე გამოყონ და ამით შეავსონ USAID-ის დაფინანსების შეჩერების შედეგად წარმოქმნილი ხარვეზი. დღის ამ და სხვა თემებზე ჩვენი სტუმარი დღეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი იქნება. გადაცემის მეორე ნაწილში კი შემოგვერთდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე და მასთან ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების შესახებ ვისაუბრებთ. და ჩვენი პირველი სტუმარი პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა გიორგი ვოლსკი. მოგესალმებით ბატონ გიორგი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენს აბუ-დაბით დავიწყოთ საუბარი, სადაც საქართველოს დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით იმყოფება და იქ მდგრადი განვითარების კვირეულის პარალელურად იმართება შეხვედრები საინვესტიციო და ბიზნეს კომპანიებთან. სხვადასხვა ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გასული წლის იანვრის ვიზიტის შედეგად გაფორმდა შეთანხმება 6 მილიარდიან ინვესტიციას და ჩვენ ხედავთ, რომ ამ ინვესტიციის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები დღემდე არის ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი წამყვანი თემა. რამდენად მნიშვნელოვანია დამატებით მსგავსი ინიციატივები ამ ვიზიტის დატვირთვა როგორია სატრანზიტო და საინვესტიციო პოტენციალის ათვისების კუთხით და ასევე ეკონომიკური კავშირების და პოლიტიკური პოზიციების გამყარების მხრივ. მოგესალმებით, გილოცავთ დამდეგ ასევე ახალ წელს კალანდობას. მნიშვნელობა აქ უდიდესი, სოფლიო შეიცვალა. მეურჯერ გვითქვამს, უნდა გავემეოროთ ხშირად, სოქს არ ესმის როგორც ჩანს. ინვესტიციების მოზიდვა, საერთოდ საქართველოს წარმოჩინება თავის დადებითი პოტენციალით, იმ ტენდენციებით, რომელიც ახასიათებს ქვეყანას, არის არა ლიტონის სიტყვები, რომელიც ხშირ შემთხვევაში პროპაგანდისტული პოლიტიკური დაპირისპირებების დროს გაისმის ხოლმე, არამედ კონკრეტულ ციფრებზე დაყრდნობილი პოზიცია, რომელიც წარადგინა პრემიერ-მინისტრმა. რაც წარმოადგენს საქართველოს გეოგრაფიულად რა მნიშვნელობა აქვს დერეფანს, ეს ყველამ კარგად იცის. ამ საკითხებთან მიმართებაში ბევრი საკამათოც წესით არაფერი არ უნდა იყოს, შეიძლება რაღაც საკითხებზე დაპირისპირება პოლიტიკურ თემებზე, მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რაც პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ ეს როგორც ჩანს, ამ ოცნების ნაწილად დარჩა, ვინაიდან ჩვენთან ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული მეხუთე კოლონა, რომელიც ებრძვის ყველაფერს, რაც საქართველოს გადარჩენისათვის. არა მარტო განვითარებისათვის, პირდაპირ გაგებით უნდა ვთქვათ. გადარჩენისათვის აუცილებელია და ინვესტიციები ამასთან დაკავშირებით არის საგანგებო მნიშვნელობის. თუკი ჩვენ სტაბილურობაზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, თუ რატომ მიიწვიეს საქართველოს მთავრობა ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან ფორუმზე. სწორედაც ეს არის ხვალინდელი დღე აზიისა და ევროპის კავშირი და სწორედ აი ამ ნაწილში საქართველოს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს რესურს როგორც სატრანზიტო ქვეყანას. კიდე დავამატებდი იმას, რომ მეხუთე კოლონაზე ვსაუბრობდი და მრავალფეროვანი გახდა ეს მეხუთე კოლონა. არის ეგრეთ წოდებული ვითომ ფსევდოლიბერალები, ვითომ რომლებიც რაღაც ევროპულ სტანდარტს იცავენ
და არიან კიდევ ვითომ ჩვენზე მეტად კონსერვატორები, რომელიც დემოგრაფიის თუ არაბიზაციის და მეჩეთების თემაზე საუბრობენ. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ყველა გამოწვევას აქვს თავის საკანონმდებლო პასუხი ხელისუფლების მხრიდან. ეხლა ბევრია კიდე მიღებული ბოლო პერიოდში მოქალაქეობის თაობაზე, ცხოვრების უფლების თაობაზე, ბიზნესის კეთების თაობაზე და კიდევ თებერვალში საკმაოდ საინტერესო კანონპროექტები წარმოდგება ამასთან დაკავშირებით. დაცვა სუვერენიტეტის, დაცვა ჩვენი ფასეულობების რასაკვირველია საგანგებო მნიშვნელობის თემაა, მაგრამ არ არის ინვესტიცია, არ არის საქართველოსი დაინტერესება, არ არის მომავალი, არც სამუშაო ადგილები და არც არათუ ეკონომიკური ზრდა, არამედ გრევაა გარანტირებული. თუკი ჩვენ არ გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები. კი ბატონო, როდესაც აი ამ ეკონომიკური კავშირების გამყარებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვისაუბროთ ალბათ ქვეყნის პოლიტიკურ პოზიციებზეც, მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთობაში. ბოლო დღეები ამ მთავარი თემა, სასაუბრო თემა არის ის გაზრდილი ფინანსური რესურსი. ეს არის 8 მილიარდ ევროზე მეტი, რომლითაც როგორც შევიტყვეთ ევროკავშირის ზრდის NGO-ების დაფინანსებას. აი თავად ევროპარლამენტარებს, ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადებებიც მოვისმინეთ ჩვენ იმის თაობაზე, რომ აი ასეთი დაფინანსება უკავშირდება რევოლუციის მცდელობებს ზოგიერთ ქვეყანაში, არასამთავრობო სექტორის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. თუკი ევროკავშირი ამ მიმართულებით ამ მოცულობის თანხების მობილიზებას ახდენს არასამთავრობოების დასაფინანსებლად, 2026 წელს თქვენ რა პროცესების მოლოდინი გაქვთ საქართველოში? პირველის ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ევროკავშირმა საერთოდ თავი ეს ფუნქცია მაკოორდინირებელის ევროკავშირის ქვეყნებს შორის რაღაც შეთანხმებების, ინოვაციების, გადანაწილების, შემოსავლების გადანაწილების, წარმოების, სოფლის მეურნეობის თემებზე საკმაოდ რთული საკითხებია. ამის შემთანხმებლის ფუნქცია ბრიუსელმა, როგორც ეს ბიუროკრატიულმა სტრუქტურამ, აბსოლუტურად დაივიწყა. ამიტომ არის რაც ხდება შუაგულ ევროპაში, კიდე გამოსვლები ავიღოთ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის აი ნახეთ, გახდება ბრიუსელში ფერმერების გამოსვლები. აი ამ საკითხებს უნდა იყოს დაკავებული ევროკავშირი და სწორედ აქედან გამომდინარეობს სხვა ქვეყნების მისწრაფება, რომ იმ ოჯახში მოხვდეს, რომელიც ეკონომიკურად ძლიერია, რომლებიც ერთმანეთის ინტერესებს ითვალისწინებენ და უსაფრთხოების თუ პოლიტიკური თემები აქვს შეჯერებული. ესენი გადავიდნენ კონკრეტული მოთხოვნების ჩამოყალიბებაზე, იქ LGBT-ს თემას როგორ უნდა მოკიდო ხელი, აქ გამჭვირვალობა ვინ უნდა გააკეთოს, ვის ეკუთვნის, ვინ დაბალიღობია და ვის შეუძლია ეს კანონები მიიღოს. ამ დამოკიდებულებაში ამ მოკლედ ვამბობ, ამ ასეთ ვითარებაში ევროკავშირისთვის არ ვიცი ხა ეს ომის პარტია დავარქვათ თქო deep state რეალურად არსებობს და მთლიანად ჩაადგენენ სამსახურში იმ გეგმის და იმ იდეის, რაც გააჩნია ომის პარტიას. ანუ ისეთი სიტუაცია უნდა შეიქმნას, საქართველოზე მაქვს ლაპარაკი, 8 მილიარდიდან დიდი ნაწილი საქართველოზე წამოვა. ვინაიდან საგანგებო ინტერესის თემაა. ეხლა აბუ-დაბიში რა თემებზე მედი საუბარი შეადარეთ იმ საკითხებთან, რასაც თქვათ ბრიუსელი ჩვენს მიმართ ცდილობს რომ განიხილოს. წარმოიდგინეთ, რომ ამ ვითარებაში ბიუროკრატიას, ბრიუსელის ბიუროკრატიას ერთადერთი მიზანი გააჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება იყოს მარიონეტული. ჩვენ ამ საკითხებთან მიმართებაში ბევრჯერ გქონდა საუბარი, მცდელობები გქონდა, რომ გვესაუბრა, გაგვეხილა ზოგიერთი მიმართულება, სადაც უკვე მზადა ვართ, რომ გავხსნათ მოლაპარაკებები. ამ საკითხებთან მიმართებაში ნული ყურადღება და საკმაოდ საფრთხის შემცველი ესეთი ანუ ისე მოჩანს, რომ შესაძლოა ამავე ასეთივე ფორმით გაგრძელდეს, როგორც ეს იყო მაგალითად ბოლო 2 წლის განმავლობაში. იცით, მე მგონია, რომ ამ ომის თემა დღის წესრიგში არათუ დგას, არამედ უფრო მტკიცე და უფრო მტკივნეული და უფრო ხისტი გახდა. ვით უმეტეს მას შემდეგ, რაც ევროპის საზღვრებში გარკვეული პრეტენზიები
დასაბუთებული თუ დაუსაბუთებელი, ამას ძალზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, წარმოაყენა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, აგერ საფრანგეთის პრეზიდენტმა ისიც კი თქვა შარშარო ევროკავშირის საზღვრების დასაცავად სამხედრო ძალებით შეიძლება იქნეს გამოყენებულიო. თქვა რასაკვირველია ეს მაკრონის რეიტინგის რეიტინგ დაცემული მაკრონის როგორც რეიტინგ დაცემული პრეზიდენტის განცხადება შეიძლება არ იყოს იმ დონის რომელიც გადაპირობებს შემდგომ ხვალინდელ დღეს, მაგრამ დაუკვირდით რაში მდგომარეობს დღეს ევროპის ინტერესი. როგორმე გააკეთოს ისე რომ სახელმწიფოთა რაოდენობა რომელიც ჩაერთვება პროქსი ომში და დაპირისპირებაში რუსეთის ფედერაციასთან იყოს მათი მმართველობის ქვეშ. ანუ რაღაცა ბრძოლა წესების გარეშე ქვია ამას, როდესაც არანაირი ევროპული სტანდარტი არ არის გათვალისწინებული და ლაპარაკია იმაზე რომ როგორმე ჩვენი ქვეყანა იქნეს გამოყენებული როგორც საზარბაზნე ხორცი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ. და ამის პარალელურად ვითარდება თავრობა არ ვითარებს გარკვეულ სტრატეგიას, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას. ყოველგვარი მიკერძოების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, თუ არა და დავაკვირდეთ რა ხდება ქვეყანაში, ამდენი შემოტევების მიუხედავად, როგორ ვინარჩუნებთ სტაბილურობასაც და გარკვეულ პოზიტიურ მაჩვენებლებს, რითიც ჯობი ვართ არაერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანას. და გარდა მაგისა კიდევ დააკვირდით რა ხდება. წამყვან ქვეყნებში, აი თქვათ, შიდა დაპირისპირებები ბევრია, იცით, აი განსაკუთრებით გერმანიაში, საფრანგეთში ეს მოწინავე ქვეყნები, რომელიც არის ევროკავშირის და ევროპაში ზოგადად ბრიტანეთში საკმაოდ მწვავეა დაპირისპირება იმდენად, რომ თქვათ ერთი ლეიბორისტული პარტიის მხარე აცხადებს, რომ საერთო სანქციები უნდა დაუწესოს ამერიკის შეერთებულ შტატებს. აქ თემა თუ არაბიზაციის ნახვა უნდათ მართლა ვინმეს, შეუძლიათ იქით ჩავიდნენ და ნახვა. აქ BBC-ის თემა, აქ ყოფილი პრემიერ-მინისტრის საკითხებია, უამრავი საკითხებია, რომელიც თავად აი ამ წამყვან ქვეყნებში განაპირობებს პრობლემებს. აქედან გამომდინარე ჩვენი სხვა ქვეყნების აღარ დავასახელებ, აღარ გადავწყვეტ კიდე სხვა ქვეყნების სახელებს, რასაკვირველია, ჩვენი თემა აქტუალურია, ოღონდ არც ერთ შემთხვევაში, არც ერთი ნიშნით არც ერთი პოზიტიური ნიშნით. ასე რომ ამაზე ინფორმაციის მიწოდებისათვის აი ევროკავშირის წევრობის კონტექსტში ყურადღება მიიქცია დავუკავშიროთ ერთგვარად ამ თემას მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადება, რომელმაც თქვა, რომ თუ ასეთ თემაზე ჩატარდებოდა რეფერენდუმი, ის მხარს დაუჭერდა მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას. აი პირველი პირისგან იმ სახელმწიფოსი, რომელიც ევროკავშირისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის ყოველთვის საქართველოსთან შედარებით მაინც რომ გავიხსენოთ მიიჩნევა ერთ-ერთ ფავორიტად, იმის თქმა, რომ გადარჩენა სულ უფრო რთული ხდება აი ასეთ ვითარებაში, თქვენთვის რაზე მიანიშნებს? ნუ ძალიან სწორი შეფასებები გააკეთა შალვა პაპუაშვილის ქონა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარები და ეს ახლა საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციაზე უარის თქმა არის თემა, რომელიც რასაკვირველია ახასიათებს იმ რეალობას, რომელიც მაია სანდუმ კი არ განაპირობა. იმ ვითარებამ, რომელიც შექმნა მათ შორის დიდი ლომის წვლილი აქვს ევროკავშირს. არ მინდა ევროკავშირზე ლაპარაკი ასეთი ბრიუსელს. იგივე ფონ დერ ლაიენია თუ კოსია თუ კაია კალასია კუბილიუსის სულელური განცხადებები მოვისმინეთ ხეს, ხო? ამან მნიშვნელოვანწილად განაპირობა ნეგატიური დამოკიდებულება აი ევროკავშირისაკენ მოლდოვის სწრაფვის მიმართ და ერთი ჩატარდა უკვე იყო ერთი რეფერენდუმი, რომელიც აი პოლიტიკის მიმართ იყო მიძღვნილი. მე და საკმაოდ რთულ ვითარებაში ძალიან მინიმალური უპირატესობით გაიმარჯვა ამ ევროპულმა იდეამ. განა იმიტომ რომ ხალხს არ უნდა ევროკავშირში. იმიტომ რომ ის ვახინჯი ფორმა, რომელიც შესთავაზეს მოლდოვას და რომელიც ხვალ ვერ გადაწყდება მისი წევრობა. ვიღაცას გონია რომ აი მიიღებენ ამას გადაწყვეტილებას თავზე გადაუსვავს ხელს თქვათ რომელიმე კომისარი და ეს განაპირობებს ევროკავშირში გაწევრიანებას.
ეკონომიკური თვალსაზრისით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, შიდა ვითარების თვალსაზრისით, კორუფციის საკითხებიდან გამომდინარე, უამრავი თემიდან გამომდინარე, მოლდოვა არის ჩამორჩენილი ქვეყანა. აბსოლუტურად არ ვამბობ ამას ნიშნის მოგებით. მაგრამ კიდე გარდა მაგისა არსებობს სერიოზული პრობლემა, რომელიც უკავშირდება, თქვათ, გაგაუზიის ავტონომიას. დნესტრისპირეთის საკითხებს უკავშირდება, სადაც რუსული სამხედრო ნაწილი დგას და მართალია ურთიერთობა კიშინევსა და ამ რეგიონს შორის არის ასე თუ ისე აწყობილი, რეალურად ეს არის სეპარატისტული რეგიონი. მისი ენერგომომარაგების საკითხები უმძიმესი მდგომარეობაა. საერთოდ არის ყველა მაჩვენებლით საქართველოს რო ჩამორჩება ერთია. აქედან გამომდინარე, მაია სანდუმ რომ თქვას, რომ აბა გადავწყვიტოთ და შეუერთდეთ რუმინეთს, ასე ადვილი არ არის. იქ მთელი რიგი მონაცემებია, რომელიც არც რუმინეთისთვის არ არის მისაღები. პოზიტიურადაც რომ გადაწყდეს, უამრავი ხალხია, 50%, რომელიც ცხოვრობს დღეს მოლდოვაში, რომელიც ამას მხარს არ უჭერს. და თვითონ პოლიტიკური პრინციპი აი ამ საკითხისა, რაზედაც თქვენ ლაპარაკობთ, არის მიმანიშნებელი იმისა, თუ რა მდგომარეობაში შეიძლება შევიდეს ქვეყანა, თუ კი საკუთარ სუვერენიტეტს და საკუთარ ინტერესებს არ იცავს. გასაგებია. და ჩვენი საუბრის ბოლოს ბატონო გია შევეხოთ ჩვენს შიდა პროცესებსაც გუშინდელი დღის შემდეგ ყოფილი პრემიერ-მინისტრის პატიმრობა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე არის ის თემა, რომლის გარშემოც არ წყდება პოლიტიკური შეფასებები. პირადად თქვენ გუშინ თქვენი და გუნდის პირადი ტრაგედიაც უწოდეთ აი ამ ფაქტს. აი რა გავლენას ახდენს თქვენი შეფასებით ეს ფაქტი გუნდზე, გუნდის იმიჯზე, ამ მომრჩევლის განწყობაზე? იცით რა, ემოცია, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება, ერთია, რომელიც მე პირადად გამაჩნია, მაგრამ ისე ცივსისხლიანი პრაგმატიზმით თუ გადავხედავთ ამას, ეს ტერმინი ძალიან აქტუალური გახდა, იცით, პრაგმატიზმი, ცივსისხლიანი. რო შევხედოთ, რასაკურველია და რო დავდოთ ეს სასწორზე, რასაკურველია სიმკაცრე, თუნდაც რაღაც პროპაგანდისტულ სივრცეში ზიანის მიუხედავად, რასაკურველია გაცილებით უფრო მართებულია, ვიდრე ლოიალობა, რომელიც თავისიანების მიმართ ახასიათებდა იმ პარტიებს, რომელიც სულ ეხლა ხანს იმ პარტიას კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც სულ ეხლა ხა თავრობაში იყო, ყველასთვის ყველაფერი იყო დაშვებული, თუ კი იყო თავისიანი. და არც ერთი ადამიანისთვის არაფერი არ არსებობდა, არც აწყო, არც მომავალი, თუ კი რაიმე ნიშნით უპირისპირდებოდა იმ ბიზნესმენი და ნებისმიერი სხვა უპირისპირდებოდა კოლექტიურ ნაცმოძრაობას. მაგრამ რეალობა მოითხოვს იმის აღიარებასაც, რომ მძიმეა, მაგრამ ეს სიმძიმე უფრო ადვილი სატარებელია, ვიდრე სიმძიმე კორუფციისა, რომელიც სახელმწიფოს ნებისმიერ საქართველოზე არის ლაპარაკი, შეიძლება ახასიათებდეს. კორუფციული ხასიათი ქონდა ამას თუ სხვა ნიშანი ქონდა, ყოველ შემთხვევაში კანონის დარღვევა სახეზეა და სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ფაქტს რომ დიდი მადლობა. ავსწორებ თვალს და იმოქმედებ, ეს არის მნიშვნელოვანი. მადლობა, გმადლობთ ჩართვისათვის. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი გახდა დღის ქრონიკის სტუმარი. ჩვენ კი საუბარს განვაგრძობთ სტუდიაში, ჩვენ სტუმართან შემოგვერთა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე. მოგესალმებით, ქალბატონ რუსუდან, მადლობა მობრძანებისათვის. ჩვენ დავისაუბროთ იმ ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონულ მოწმობებზე, რომელთა გაცემაც უკვე დაწყებულია, რომლის უსაფრთხოება, როგორც ვიცით, არის კიდევ უფრო გაძლიერებული და როგორც თქვენგან შევიტყვეთ, საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება. აი რა საერთაშორისო სტანდარტებია ეს? პირველ რიგში අපි დავიწყოთ საუბარი, რა მიმართულებით არის გაძლიერებული უსაფრთხოება, რატომ არის მნიშვნელოვანი და რისგან იცავს პირველ რიგში მფლობელს? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ საკითხით დაინტერესებისთვის. დამეთანხმებით ალბათ, რომ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები იყოს სანდოდ და უსაფრთხოდ აღიარებული. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ დახვეწოს ტექნოლოგიები და პროცესები, რომლის ფარგლებშიც გაიცემა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
საქართველოში პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი 2010-2011 წლებიდან გაიცემა, მას შემდეგ დაახლოებით 15 წელი გავიდა და დამეთანხმებით ალბათ იმაშიც, რომ ტექნოლოგიები საგრძნობლად განვითარდა, რაც მათ შორის დაკავშირებულია იმასთან, რომ იმატებს გარკვეული რისკები ტექნოლოგიური თვალსაზრისით ამ დოკუმენტების არასანქცირებული გამოყენების ან გაყალბების მიმართულებით. სწორედ ამიტომ დღის წესრიგში დადგა, რომ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს და ჩვენი დოკუმენტების უსაფრთხოება კიდევ უფრო გავაძლიეროთ. შესაბამისად, სააგენტომ დაიწყო ახალი დოკუმენტების გაცემა, რომელიც როგორც დიზაინის თვალსაზრისით არის სრულიად განახლებული, ასევე გაძლიერებულია მისი უსაფრთხოება და დამცავი ნიშნები და ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც მათი შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერია. როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო სტანდარტებზე, ამ შემთხვევაში პირველ რიგში გულისხმობთ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც არის ორგანიზაცია, რომელიც ადგენს ერთიან სტანდარტს, თუ რა სპეციფიკაციებით უნდა ხასიათდებოდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სამგზავრო დოკუმენტები. რა თქმა უნდა, ეს სტანდარტები წლების განმავლობაში ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ვითარდება და ბოლო განვითარება და განახლება რაც იყო ამ სტანდარტების, სწორედ მათთან შესაბამისობაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვამბობთ, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამის ახალ დოკუმენტებს გასცემს საქართველო. ეს შეეხება როგორც პირადობის ელექტრონულ მოწმობებს, ასევე პასპორტს, ხო? პასპორტი ცოტა ადრე დაიწყო ახალი პასპორტების გაცემა. კი ბატონო, ეს შეეხება ორივე სახის დოკუმენტს. ეს დოკუმენტები არის ბიომეტრიული დოკუმენტები, მანქანა-კითხვადი დოკუმენტები, ანუ ელექტრონული დოკუმენტები, რომლებიც მანქანების საშუალებით კითხვადია და შესაბამისად მისთვის განსაზღვრულია სპეციფიკაციები, რომლებსაც სრულად აკმაყოფილებს ჩვენი ახალი დოკუმენტები. ასევე თითოეულ მათგანზე დატანილი არის ძალიან ბევრი დამცავი ნიშანი, ათეულობით დამცავი ნიშანი, რომელთა ნაწილი თვალით არის ახმადი, შეუიარაღებელი თვალით, ნაწილი კი მხოლოდ სპეციალური განათების ფონზე შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული მესაზღვრის თუ სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლის მხრიდან. ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო სტანდარტებზე, მათ შორის ევროკავშირის რეგულაციებიც, სულ უახლესი 2025 წლის რეგულაციებიც, რომლებიც მოუწოდებს მის წევრ სახელმწიფოებს და იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მასთან არიან მიმოსვლაში, უვიზო რეჟიმით. მათ შორის უვიზო რეჟიმის ფარგლებში, რომ უზრუნველყონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უსაფრთხოება, მათ შორის იმ გზით, რომ მასზე დაიტანონ აუცილებლად პიროვნების ფოტო და თითის ანაბეჭდი. ეს სიახლე ჩვენც დავნერგეთ და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე უკვე დატანილია პირის თითის ანაბეჭდი, რაც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ ამ პირის უფლებები იყოს დაცული, მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული მისი დოკუმენტის არამიზნობრივი გამოყენება, გაყალბება და მისი იდენტიფიცირებისას არავითარი შეფერხება არ შეექმნა შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებს. ეს მაქსიმალური უსაფრთხოება ერთ-ერთი პირობა იყო, როგორც ვიცით, ხომ, ვიზა ლიბერალიზაციის მოთხოვნებში თავის დროზე. დიახ, ზუსტად, ვიზა ლიბერალიზაცია ხალხსახად დაკავშირებულია იმასთანაც, რომ დოკუმენტები, რომლებსაც გასცემს სახელმწიფო და რომლითაც ხდება პირების იდენტიფიცირება, იყოს უსაფრთხოდ აღიარებული. ამისთვის განსაზღვრული იყო მთელი რიგი კრიტერიუმები, რაც უკავშირდებოდა არა მხოლოდ ფიზიკურად დოკუმენტს, არამედ იმ პროცესებსაც, რომლის ფარგლებშიც გაიცემა დოკუმენტები. მაგალითად, საინფორმაციო ბაზების მართვას, რომლის ფარგლებშიც შეიძლება ხდება დოკუმენტების პერსონალიზაცია და გაცემა, ინფორმაციულ უსაფრთხოებას და ამ კუთხით ჩვენ ყველა ვალდებულება ცხადია შესრულებული გვაქვს, მუდმივად ხდება განახლებებზე მუშაობა, ასევე გავდივართ სხვადასხვა ტიპის აუდიტს და სერტიფიცირებას, რომ სრულად თავსებადი და თანხმედრაში ვიყოთ საერთაშორისო მოთხოვნებთან. კაპიტანოსთან, როგორც ვიცი, არ არის სავალდებულო, ხომ, ამ ახალი დოკუმენტის აღება იმ მოქალაქეებისთვის, რომელსაც აქვთ ეს დოკუმენტი ვადით, მაგრამ თუ არის მაინც ინტერესი აი ამ უკვე ძველი დოკუმენტის ახლით შესვლის, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ვიზუალურად არის მიმსიტველი ახალი პასპორტიც და პირადობის მოწმობაც. კი ბატონო, ვიზუალი სრულად განახლებულია და მინდა რომ აღვნიშნო, რომ კონცეფციაც არის კიდევ უფრო მეტად გაჯერებული ეროვნული თემატიკით და ასახავს საქართველოს იდენტობას, ასე ვთქვათ, დიდარ კულტურასა და ისტორიულ ძეგლებს და რაც შეეხება შეცვლის სავალდებულობას, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ თუ კი მოქალაქე ფლობს ვადიან პირადობის მოწმობასა და პასპორტს არ არის ვალდებული, რომ ის ახალი დიზაინის დოკუმენტით ჩაანაცვლოს, მაგრამ თუ სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, მას შეუძლია რომ მოგმართოს. მომართვიანობაც საკმაოდ მაღალია. პასპორტების შემთხვევაში ჩვენ ოქტომბრიდან დავიწყეთ ახალი პასპორტების გაცემა და უკვე თითქმის 75,000 პასპორტი არის გაცემული, რაც შეეხება პირადობის მოწმობებს. ეს ახალი არის და ცვლილება
იქნებათ თუ მხოლოდ ახალ დოკუმენტებს საუბრობ, თითქმის 75,000 ახალი პასპორტი, ახალი დიზაინის პასპორტია გაცემული. რაც შეეხება პირადობის მოწმობებს, დაახლოებით 2 კვირა არის, რაც გაიცემა ეს დოკუმენტები და უკვე 15,000-მდე განაცხადია შემოსული, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტერესი საკმაოდ მაღალია. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მოქალაქეები ამას ელოდებოდნენ და რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო ხოლმე, თქვათ, ვადა გასულ დოკუმენტსაც ელოდებოდნენ ახალის ჩანაცვლებას, რომ ახალი დიზაინის დოკუმენტი აიღოთ და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს დოკუმენტები ნამდვილად ხელს შეუწყობს მოქალაქეებს. მოდი რამდენიმე სიტყვით ისე ვთქვათ, როგორ უნდა მოიქცნენ ის ადამიანები, ვისაც სურს შეცვლა და როგორც ვიცი, საფასურს და შეღავათებს რაც შეეხება, რჩება იგივე როგორც იყო აქამდე, ხომ შეღავათები, ჯგუფები. დოკუმენტების შეცვლისთვის საჭირო არის მომართვა. მომართვისთვის როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციურად გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა. ფიზიკურად, რა თქმა უნდა, შეუძლიათ მობრძანდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებში, იუსტიციის სახლებში, მობილური იუსტიციის სახლებში გააკეთონ განაცხადი, მაგრამ ასევე შეუძლიათ ისარგებლონ დისტანციური მომართვის სერვისით, ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, სადაც შესაძლებელია ვიდეო კომუნიკაციით განაცხადის შევსება და ამ სერვისის მიღება. საფასური დოკუმენტისთვის რჩება იგივე, რაც იყო ძველი დოკუმენტის შემთხვევაში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ გვაქვს დაჩქარებული სერვისის შესაძლებლობა, თუ ვთქვათ 10 დღიანი სტანდარტული ვადები არ არის მისაღები, შესაძლებელია იმავე დღეს პასპორტის აღება. ისევე როგორც ადგილზე მომსახურებით პასპორტის აღება შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში. ასევე განსაზღვრულია მოქალაქეთა კატეგორია, რომლებიც მაგალითად სრულად თავისუფლდებიან საფასურისგან, ეს გახლავთ სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი პირები, რომლებთა სარეიტინგო ქულა 70,000-ზე ნაკლებია, მაგრამ ამას გარდა შეღავათებით სარგებლობენ სხვა კატეგორიის მოქალაქეებიც, როგორებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ომში მონაწილე პირები, ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი პირები და ასე შემდეგ. ხო, ჩვენ საუბრის დასასრულს, აი რომ შევაჯამოთ ერთგვარად, გასაგებია რომ ეს არის გაუმჯობესებული უსაფრთხოების სტანდარტებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ბიომეტრიული პასპორტები და აქამდე არსებული პირადობის მოწმობები არ აკმაყოფილებს იმ აუცილებელ სტანდარტს, ხომ ასე? ნამდვილად ასეა, ჩვენი დოკუმენტები, რომლებიც აქამდე იყო მოქმედი და ძალაში არის ძველი დიზაინის დოკუმენტებს გულისხმობს სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მაგრამ როგორც უკვე ვახსენე, ვინაიდან ტექნოლოგიები ვითარდება, ქვეყნებიც მუდმივად იღწვიან იმისთვის, რომ დაეწიონ ამ განვითარებას და ჩვენც გადავდგით სწორედ ეს ნაბიჯი იმისთვის, რომ კიდევ უფრო ვიზუალურად დახვეწილი, მაღალ ტექნოლოგიური და გაძლიერებული პროცედურებით გამარტივდეს მოქალაქეებისთვის. ძალიან დიდი მადლობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე რუსუდან კოხოძე გახალდათ დღის ქრონიკის სტუმარი. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. მიმდინარე სიახლეებს გაეცანით იმედი ნიუზ-ზე, მე გემშვიდობებით პარასკევამდე ნახვამდის.